კახეთში კი სულ აიმღვრა წყალი. ალაზანი მღვრიე დიოდა. და არა მარტო იმიტომ, რომ წვიმებმა ჩაიარეს. არც იმას დაუჩენია დიდი კვალი, რომ გაღმა მხარი დასეტყვა. საერთოდ მაინც კარგი მოსავალი იყო, მათ შორის ყურძნისაც. გარე მშვიდობიანობაც სუფევდა. შინაურობაში კი აირია ცხოვრება. თუშეთსა და ხევსურეთს მრავალმა შეაფარა თავი. ზოგმა შექსა და შემახიასაც კი გააღწია. ძალად მოსაყდრეს ჭოეტის ჭოტი ავდავითი უწოდეს. და შორეული სახიზრები მონახეს. დავითს კი ყველგან ახალი ღალატი და შეთქმულება ელანდებოდა. მაინც გიორგი რომ ვეღარ ჩაიგდო ხელში. ვახახმა მტკვრამდე მიიტანა გიორგის კვალი. აქ დაეკარგა. განჯას გახვეწილად ჩათვალა. გიორგი ბატონიშვილის ვითომ და თურქებთან საღალატოდ გადასვლა გამოცხადდა და დავითმა ზაქარია ალავერდელს თავისი ძმისა და მის მომხრედ საჯარო განკვეთა და შეჩვენება მოსთხოვა. ალავერდელმა შორს დაუჭირა. იგი არც გიორგის ღალატში იყო დარწმუნებული და არც დასჯილ დახოცილთა პასუხისგებლობის გაზიარებას ფიქრობდა. მასაც თავისი ვარაუდები ჰქონდა და თავის მომხრეობას ასე იოლად არ აფასებდა. მან კახთ ბატონის სიგელი დადგენილ ბჭეთა შეყრა მოითხოვა. დავითმა მეტად თავისებურად, ასე ვთქვათ, გაუგო და შეუსრულა ეს მოთხოვნა და უკვე შეყრილ შერმაზან სარდალს ახლა ერთი ბჭეც დიდი სასახლის სახთუხუცესიც შეჰყარა. ხცოვანი იასონ ჭავჭავაძე გრემის სასახლიდან გამოვიდა თუ არა უმალ დააპატიმრებინა და მრგვალ დარბაზაში ამოაყვანინა. ახლა მხოლოდ ერთი ზედა სახთუხუცესი დარჩა კახეთში. ასე სათითაოდ და ფარულ მოპარულად მრავალი მოხელე გამოაცალა თავის მამას. დავით ჯანდიერმა იგრძნო თუ არა მრუდე ვითარება, საქმეს თავისებურად თავით ბოლომდე გაუხედა და ორმაგი ნიშანი აიღო. დილეგის გასაღები დავითთან ამოსაყდრეს აუგზავნა, თავად კი კახთ ბატონთან ბოლომდე დარჩენის უფლება ითხოვა, ხოლო მომავალში ხლება და კეთილმსახური შეჰპირდა. ამავე დროს ზოსიმე ბერდიც ეახლა, შორიდან მოუღო ნიშანი. მამო, ჩვენ რაღა ვაკეთოთ კანონიერი. მგონებ კანონიერად მოგვდგა. ზოსიმემ უგრძნო საყვედური და ღვარძლი. მივენდოთ უფლის სიბრძნესა და ალმობიერებას. კახთ ბატონსაც მომჯობინება დაეტყო. სიავეს იქნებ აქედან შეებას ეჟვანი. და მართლაც ალექსანდრემ გამობრუნება იწყო. ხურვებამ უკლო და ცნების მიხდამაც გაუარა. მაგრამ სისუსტე ვერ დაძლია სხეულმა. მეტყველებაც ჯერ ისევ შეკვეცილი ჰქონდა. აზრის სინათლე კი მოუბრუნდა. ირგვლივ ამბებს მას აღარ აგებინებენ. მან აღარც ჭოეთისა თუ გრემის მოედნის ბავთი იცოდა. გიორგი ძეგამ საუფლისწულოზე ეგულებოდა და ეს გააკვირვებდა დავითი რო არ მოდიოდა მის სანახავად.
ამასაც ნაგვიანები დასირცხვილებით ხსნიდა. საერთოდ ასუსტებისას მეტად ლმობიერი და შემწყნარებელი გახდა, ხოლო ქეთევან დედოფლის მიუცილებლად მასთან ყოფნა გეშებდა და აწყნარებდა. ჯანდიერი ხომ მუდამ კარზე იდგა, ფრთხილად აყოლებდა თვალს საეჭვო მნახველს, თუ საქციელს, თუ სიტყვას იასონ სახლთუხუცესის დაპატიმრების დაფარვა კი მეტად გაჭირდა. ჯერავადობა უმიზეზეს. მერმეკი ძეგამს გიორგი ბატონიშვილთან წასულად გაუსახეს. მაგრამ ალექსანდრემ რაღაც ინიშნა. ყაფლან ვაჩნაძე იხმო, ახლა იგი ვითომ და აღმოჩნდა თელავს წასული. მაშინ შერმაზან ჩოლოყაშვილი მოიგონა. იგიც მუხრანს ასე უთხრეს წასულიყო, ქეთევანის შვილის ძიძიანად მოსაყვანად. ალექსანდრე აჭირვეულდა. თავისი შვილები ჰეიმურას და იესეინადრა. არც მათი მოყვანა მოხერხდა. მაშინ მიხვდა ავადმყოფი, რომ ფრიადარეულია საქმე. სამ დივნოდან ყველა მდივანი იხმო. მამუკამ დივნის მეტი აღარ ვინ არ აღმოჩნდა. ზოგი ძალით, ზოგი ნებით ქალაქის დივანხანაში იყო გადამწესებული და იქ დავითის მომრავლებულ სიგელებს წერდნენ. მამუკავ, მოხუცო, მარტო მოხვედი? ახალგაზრდა აღარ ვინ დარჩა? მე მიბრძანეთ მეფე ბატონო. ალექსანდრემ დიდხანს უმზირა მას და მჭმუნვარე სახეშუბლზე ყველაფერი ამოუკითხა. ალავერდელი მაწვიეთ. მამუკამ ჯანდიერს მიაკითხა. სასახლიდან არ გახვიდე. ვერც მიაღწევ და ვერც გამობრუნდები. კიდევაც სალოდ. უფრო მომჯობინდეს. მერმე ყველაფერს ვეტყვით. მან უკვე ყველაფერი იცის. მიმხვდარია. ზაქარია ალავერდელთან არავინ გაუგზავნიათ, მაგრამ ულოდნელად იგი თავად მოეწვია გრემის სასახლეს. მისავალთან დავით თანამოსაყდრის გუშაგები დახვდნენ. ბარამ ჯუჯამ ახლა თვით დავით კახთ ბატონის სახელით, ასე ვთქვათ, ალავერდელი მრგვალ დარბაზაში იწვია. კახთ ბატონი ალექსანდრე მეფე, რამდენადაც ვიცი, ჯერ გრემის სასახლში ბრძანდება, ჯერჯერობის გამოყოფით უპასუხა ალავერდელმა. ჯერ მას ვეწვევი, ხოლო შემდგომ დავით თანამოსაყდრესაც მოვინახულებ მაღლა. ბარამი დადუმდა, მაგრამ გზა არ უტია. ალავერდელმა იწყინა. და საერთოდ რა წესია ვეჟო, გზაზე გადაფერხება და სხვა განწვევა? თხოვთ, მამა თქვენს, ომან თავად საუწყოთ ჩვენი საუბარი და უამურობა. ბარამმა ახლა კი იკადრა გზის დატევება. აშკარა განხეთქილება ალავერდელთანაც ჯერჯერობით მაინც მეტისმეტი იქნებოდა. სასახლეში ალავერდელს ჯანდიერი შემოეგება. დილეგად გვიქციეს დიდი სასახლე, მამაო. მაგრამ ალავერდელმა არც მას ათხოვა ყური, კახთ ბატონის ჯანმრთელობა იკითხა და ზოსიმე ბერ დიდთან განმარტოვდა. მალე მანასე დოსტაქარიც იხმეს და ავადმყოფის შეწუხების უფლება ითხოვეს. დღეს უკეთ არის. სისხლი გამოუშვიდა, ფრიად შემსუბუქდა. ხემსიცინება. გუმანით ბევრი რამ ნაგრძნობი აქვს და
მაინც შეწუხებულია. თუ საქმეც მაინდა-მაინც არ ითმევს. მოკლე ხნის შემდგომ ზოსიმე და ზაქარია თავთით უსხდნენ ალექსანდრეს და საქმის ვითარების შერბილებულად უთხრობდნენ. გარეკართან ჯანდიერი გაქვავებული ვით იდგა. კახთბატონი თვალდახუჭული უსმენდა. ერთხელღა შეეკითხა: მაშ, გიორგი, ცხეთას არის შეხვეწილი? ალავერდელმა ნიკოლოზ კათოლიკოსის ეპისტოლე ჩაუკითხა. კახთბატონმა თვალები გაახილა და ძველებური ფოლადიანი ხმით შეუძახა. თქვენ, მამანო, ნუ კი მიფადილებთ საქმეს. ჩემი ავადობა რა არის? თავარი სენი მანდმჭირვებია. გულის მოსვლამ სახე შეუწითლა, ნიდაყვებზე წამოაგდო. მეტზე ვეღარაზი და წელი. ყველაფერი მითხარით. თუ კვდები, ისე ნუ მომკლავთ არეული საქმის დარდი ჩამაყოლოთ. კიდევ გამოვაბრუნებ საქმეს. მამებმა ურთიერთს გადახედეს და დაუფარავად უამბეს ყველაფერი. იგი გახევებულად უსმენდა. ესეც ჩაიდინა? ვეღარ შეიკავა თავი ჭოეთის, თავყირისა და გრემის თავკვეთის ბავთვის, რომ გაიგო. მერმე საშინელი სიფითრე გადაეკრა და მამები ფრიად შეაფორიაქა, მაგრამ ალექსანდრემ დააწყნარა ისინი და დოსტაქრის მაგივრად ქეთევანი ახმოვინა. თავად კი თვალები დახუჭა. გულხელი იკრიფა და ყველა დაღუპულის სახელები თითო-თითოდ ჩამოათვლევინა. ასე თვალდახუჭულად და უცრემლად თავადაც მისიკვდილებულად გამოიტირა თავისი ერთგული თანამდგომნი ალექსანდრემ. თითო სახელთან ერთად დახუჭული თვალის გუგაზე ჩნდებოდა და უპესთან კვდებოდა თითო სახე და უსაშველოზე უსაშველო იყო უხმო მოთქმა უძლური სხეულისა. ქეთევანი რომ შემოვიდა, თვალი გაახილა ალექსანდრემ. მაგრამ კარგა ხანს თავზე წამომდგარი ცოცხალნიც თვალის გუგაზე გაჩენილ მიცვალებულთა ვაისახილავი ეგონა. მერმე ხელით მოიშორა აღრევა. მაშ აღარც შენ გიშვებს მაღლა? ქალს სიმწარე და სირცხვილი ერთად შემოაწვა სახე გულზე. ალექსანდრემ გაბოროტებული ღონე მოიცა და ახლა თავის რძალს გამოწვლილვით გამოკითხა ყოველი. ახლა მაცალეთ. მოკლე ხანში გაუწყებთ პასუხს. და თვალები ისევ დახუჭა. ყველანი გაეცალნენ. მარტო დარჩენილმა ალექსანდრემ კი ხელსახებად იგრძნო, როგორ მოუსხლტა ფიქრი. ჯერ აიბურდა. წეღანდელ მიცვალებულთა და ცოცხალთა აკუწულ ნამსახურებად. მერმე სულ გაქრა. არც ნება დაუკარგავს. საშინელ ტკივილსა და ფეთქვას გრძნობს კეფაში. აზრი კი არ არის და არა. ყველაფერს გრძნობს. ყველაფერი ახსოვს. ძირვარაუდი კი დაკარგული აქვს. შუბლი თითქოს უხურს. გონების კარს კი რაღაც აწევს გველთევზასავით ცივი და ფხიანი. თავს საოცარი ძალა დაატანა. ისევ მანასე დოსტაქარი იხმო და სისხლი ჭარბად გამოაშვებინა. თითქოს კეფას ხელი აუშვა ვიღაცამ. გონების საწიერმაც გადაიკარა. ნათელი გახდა. კედლისკენ იბრუნა პირი და დოსტაქარიც დაითხოვა. ყველაფერი აშკარა იყო, ერთის გარდა.
და ეს აბნევდა ყველაფერს. კვდებოდა თუ გადარჩენის საშველი ადგა. თუ სიკვდილის სარეცელზე იწვა, მთელი მისი ნაღვაწი ნაცარტუტად მიყვებოდა უკან. თუ გადარჩენა და კვლავ კახთბატონობა უწევდა, დავითის საქციელის უსასჯელობა არ იქნებოდა. ეს კი უფრო ამღვრევდა ალაზანს. ახლა თუ დავით ომანაურნი დაერივნენ გიორგიულთ და უკვე გაუსწორებელი მოიმოქმედეს, მაშინ პირიქით მოხდებოდა მაშასადამე ახალი მსხვერპლი და ახალი სისხლის ალაზანი. კახთბატონს კედლის ფარგლზე თავისი ახალგაზრდობა და ტახტის გამო ძმებთან ბრძოლა აეხატა. თავისი ხელაღებული გაბედულება და ჯიუტ-ჯიქურობა მოაგონდა. და აი, ახლა აქვს კი ამას ზნეობრივი უფლება გაამტყუნოს თავისი უფროსი ვაჟი. მან რომ წამოიძახოს, მამაო, შენგან ვისწავლე ტახტისთვის ბრძოლა და მის მოპოვებას შენს მაგალითზე ვეშურებიო? განსხვავებასაც გრძნობს ზოგრამეში. აქ მარტო ძმათა შორისი იყო. აქ ამას კიდევ მამა-შვილ შორისიც ერთვის. მაგრამ არსებითია. თანაც რა დავითის ბრალია, რომ მას არ აყავს თავისი ზოსიმე? ომანის ანაბარაა. არა, თუმცა ყავს ქეთევანი. ძირითადი წამალიც იცის. ტახტი განუყოფელი და სამემკვიდრო უსათუოდ დააშოშმინებს გაავებულთან ამოსახდრეს. ფიქრი დაშლილ ძნასავით აეჩხორა, მაგრამ დასკვნა ულოსავით მაგრად ჩამოეკრიხა. სამივენი იხმო. მამათ მთავარო, თხოვთ ეწვიოთ დავითს, ჩემთან ამოსახდრეს. ან აქ მომგვარეთ. თუ აქვს გამოსაჩვენი პირი. ან გადაეცით. არა კვდება თქოდა, რასწაც. მერმე უფრო წყნარა და დაყვავებით ესაუბრა. ქვეყნის დაწყნარების ახალი თარგი დაუდო. კვლავ შერიგება გიორგისთან, ძეგამს გაშვება, ყველა პყრობილის გაშვება, დევნილთა და ლტოლვილთა უვნებლობა და დაბრუნება, დაღუპულთა ოჯახთათვის კანონიერის სისხლის ფასის მიცემა, ნარბევის ანაზღაურება. თავის მხრივ ალექსანდრე თმობდა მცირე საბჭოს. დავითს აკუთვნებდა შერჩევის უფლებას. ხოლო ქვეყნის პირველ დარიგებისთანავე ყოვლად კანონიერად და საჯაროდ დავითსა და მის შთამომავლობას აკუთვნებდა კახთბატონის განუყოფელ ტახტს. ასე დაიწყო მოლაპარაკება ქვედა და ზედა სასახლეთა შორის. ომანი ხელებს იშმუშნიდა და ალავერდელის შუამავლობას სიამით იღებდა. სისხლის შენდობა მხოლოდ ეკლესიას შეეძლო და გარდა ამისა ქეთევანის შუადგომას ალავერდელი ერჩია. მაგრამ ახლა დავითმა დაიწყო ოჩნობა. ძმის მცხეთაში შეხვეწა, როგორც უმრწამსო კაცს ჩვევია ხოლმე, თან ეწყინა და კიდევაც გაეხარდა. მართალია საჯაროდ გამოცხადებული გიორგის მოღალატეობა გაუმტყუნდა, სამაგიეროდ მისი ისევ ხელმისაწვდომზე ყოფნამ ხელში ჩაგდების იმედიც მისცა. შუამავლობაში კი სამღვდელოების ჩარევა არ სურდა. პირიქით, ეპისკოპოსთა დროშის მყრობელობის მოსპობა ჰქონდა უზურში. მან უკვე იგემა უფლებამოსილობის მათრობელი თაფლი და ახლა მეფე თვითმყრობელზე ნაკლები გვირგვინი უკვე ემცირებოდა. მაგრამ გოროზობას შიშნაკრავობაც ახლდა.
მამისაგან ჭოეთის, თავყირის პატიებას არ მოელოდა. ერთიც მოხვდა ხიწვად. დარიგებისას დავითსა და მის შთამომავლობას აკუთვნებდა ტახტს. ხომ შესაძლოა, თანამოსაყდრე განძე დარჩეს, ხოლო მისი შთამომავალი ავიდეს ტახტზე? ისე ვისავად მყოფური ეჭვი იყო. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ თავის თეიმურას ფარულ მძევლად უფრო გრძნობდა მრგვალ დარბაზაში, ვიდრე შვილად. არც ამაში უტყდებოდა თავს, მაგრამ ქეთევანის ქვევით დარჩენამ და უნახველობამ სიცარიელე ჩაუგდო გულში და როდესაც ამ სიცარიელეს სიბრაზე არავსებდა, უმალხილვის სურვილითა და მონატრებით აევსებოდა იგი. დავითმა ზაქარია ალავერდელის შუამდგომლობა აიცილა და მიუხედავად ომანის წინააღმდეგობისა, ისევ ქეთევანი იხმო მაღლა. დედოფალმა ჯერ შვილი და მაზლიშვილი მოინახულა, დაკოცნა და მერმე ეახლა ეუღლეს. ურთიერთს მდურვით შეხვდნენ. დავითს ირგვლივ უსხდნენ ომანი და ბარამი, ანდერმანი და ვახუშტი. რას გვაუწყებ? თვალ გაუსწორებლად ავყია კილოთი შეეკითხა დავითი. ქეთევანმა წარბები შეჰყარა. მე ჩემმა მეუღლემ მიხმო თუ სამსჯავროს წინაშე ვიმყოფები? დავითმა წაუყრუა. უმალ დაუკლო კილოს. მამა როგორ არის? ან თავად როგორ? იგი უკვე შეიცვალა. ისევ თავისი მეუღლის სურვილისა და გავლენის არეში მოხვდა. თვალს ვეღარ აშორებდა. მას უყვარდა. თავისებურად უყვარდა ქეთევანი. უყვარდა მისი ლამაზი დახვეწილი გარეგნობა, მისი მოხდენილი ტანადობა, მისი უმწიკლობაც კი უყვარდა როგორიღაც მესაკუთრის სიყვარულით. აი პატრონს რომ უყვარს თავისი უძვირფასესი სამკაული და თილისმა. მაგრამ ამ გრძნობას ვერას გზით ვერ მონელებული ქეთევანის უპირატესობის გრძნობა მუდამ ახლდა. მუდამ უფრო აყვარებდა და უფრო აჯავრებდა, როგორც კოჭლს ნარნარა მოცეკვავის დანახვა. მამა, ალავერდელი მოგახსენებდა. მე შენგან მინდა ვიცოდე. ალავერდელი მაინდა-მაინც უცხოა. შენ კი შინაური. ამიტომ ასე შინაურულად მეკითხები? ქეთევანმა დამსწრედ გადახედა და დადუმდა. ომანმა ჭეშმარიტი რაინდობა არ დაიკნინა. ნებაგვიბოძეთ გაგეცალოთ. ნელი ტაატით წამოიწია. სხვებიც წამოდგნენ. მაგრამ აქ იმოტყუდა ომანი. იგი დავითის მკაცრ, ადრევე შეთანხმებულ უარს მოელოდა და უეცრად ლმობიერი თანხმობა მიემთხვია. ომანმა ეს გაიღონა, წინასწარ გამზადებული სიგელი დავითს გადასცა, თვალმეტყველად შეხედა და სხვებს გაჰყვა. ცოლ-ქმარი მარტო დარჩა. დუმდნენ. არ იცოდნენ საიდან დაეწყოთ. საზოგადო გათიშული იყო. საოჯახო კი ხელახლად გასალანძვი. თმინა დავითმა. მერმე წამოიჭრა და ქეთევანს ხელშორვით ომანის სეულის სიგელი გაუწოდა. მამას გადასცემ. ამაყად მიუგო. მაგრამ თითქოს სიმტკიცის ხიდი ჩაუტყდა. მოაწეროს ხელი. ბეჭედი დაასვას და ყველაფერი გათავდება. ყველაფერი. სხაპასხუპით სიტყვა ყლაპით ალაპარაკდა.
თითქოს მრავალი სათქმელი ქონოდა, ხოლო მოსმენის იმედი კი არა. ოღონდ მოაწეროს, ოღონდ. ქეთევანმა ჩახედა სიგელს. კახთ ბატონის გადადგომისა და დავითისათვის ტახტის განუყოფელად დათმობის სიგელი იყო. ტახტის მაძიებელი კი როგორღაც გვერდულად იდგა, ცალი მხარეას ჩეჩოდა და ბოდიშნარევ კილოთი ღერღავდა სათქმელს. ახლა ყველაფერი გათავებულია. სხვა გზა არ არის. უკან ვეღარ მოვბრუნდები. ყველაფერი თავისთავად მოხდა. განა მე მინდოდა ჭოეთი, გრემის მოედანი, ხანძრები, რბევა, ახლა კიდევ მცხეთა. ვეღარ შემოვაბრუნებ. გვიან ღარის და ნუღარც შემატოპინებთ უფრო ღრმად. ნუღარ. მერმე გაიმკაცრა ხმა, მაგრამ მაინც წყვეტილად და კნინ ამაყად გამოსდიოდა. ყველაფერი ჩემს ხელშია. ლაშქარი, დივანხანა, ქალაქი, მეგამრიგენი, ციხე და დილეგი. მე ყველაფერი შემიძლია. წუთიერი გაამაყება ისევ ჩაეშალა. ისევ მწარმუდარაზე გადავიდა. საოცრება არ ჩამადენინოთ. ვეღარ დავიხევ. ძალა აღარ მეყოფა. ქეთევანმა იგრძნო, რომ ეს მართალი იყო. მას არც ენახა დავითი ასეთი გოროზი და ასეთი საცოდავი, ასეთი შენაპყარი და ასეთი უნებო. ქალი მიხვდა, რომ მისი ქმარი უკურნებელი ბორგვნით არის ავად და მისი ხელიდან ახლა ყოველი საშინელება გამოვა, თუ ბორგვნეულ მიზანს ვერ მიაღწია. მერმე რას პირდები სამაგიეროს? თუ მოაწერა? რას პირდები? დაიბნა დავითი. მას არც უფიქრია მის შესახებ. ალბათ არც მოელოდა, რომ მამამისი უმსხვერპლო და იძულების გარეშე დათმობდა ტახტს. და მაშინ, აბა რაღა საჭირო იყო სამაგიერო პირობა. ახლა კი ქეთევანი, მისი ჭკვიანი და ყოვლის მჭვრეტევანი ქეთევანი ეკითხება. რაღაც იცის და ეკითხება. მაშ შეუძლებელი შესაძლებელი ყოფილა. ყველაფერს, რასაც ისურვებს. ქეთევანმა იგრძნო, რომ ისევ მოიპოვა გავლენა ქმარზე. კეთილი, მაშინ პირობებიც ჩემზე იყოს. შენზე? ისევ შეყოყმანდა დავითი. ახლა მის გულში ომანი ებრძოდა ქეთევანს. ქეთევანმა იგრძნო ეს. ტახტი ვისთვის გწაც? შენთვის თუ ომანისათვის? დავითი გახევდა. გაწყრა კიდევაც. მალული ფიქრის დაჭერა იწყინა და კითხვის მართებულობაც ინიშნა. მაგრამ ქეთევანმა აღარაცალა, ისევ შეუტია. შენ სისხლის ღრა გწაც თუ კახთ ბატონობის მოპოვება? თანამოსაყდრეობა მოგიტანე, ჭოეთითა და ფიცის გატეხით უპასუხე. სწორედ რომ ითქვას, შენ კი არა, ომმანმა უპასუხა. დავითს გულზე მოეშვა. მაშ იგი კი არა, ომანია მთავარი დამნაშავე. ასე ფიქრობს მისი ქეთევანი. ალბათ მამაც. და მართლაც განა ასე არა? და რაც უფრო აკვიატებულად ფიქრობდა, უფრო რწმუნდებოდა. ქეთევანი კი ჭედდა ცხელ გულზე. მან უპასუხა, მაგრამ ჩირქი და სისხლი შენ მოგაცხო. მას კი რა ენაღვლება? ჩვენი თავსატეხია. ახლა ჩემზე იყოს ახალი სისხლის აშორება და იყოს შენზე. იყოს! გააწყვეტინა უმალ დაეთანხმა დავითი და ცოლს უხერხულად ხელი მოხვია. ქეთევანმა არ მიიკარა. სივოფლიანი ქლეს სახელების თრთოლვა იხიწვა.
თან ეცოდებოდა მაინც მისი მეუღლე და შვილების მამა, მაგრამ ვერ მიიკარა ხელს სისხლიანი. წავალ მე, დაწასვლის დროს დედობრიუმმა ძლია და ერთი უნებური შეცდომა ჩაადენინა. თეიმურაზი გამაყოლე. პაპას ეამება. იესეც უნდა ეთხოვა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. უცბად გაკერბდა დავითი. ისევე ბუცსა ეჭვის ჭია. შენ თეიმურაზი უფრო გიყვარს ვიდრე. არა, მარტო წადი. მერმე გარეთ გაზახა, ომანი და სხვანი იხმო. უკვე სახეცვლილად, ისევ გოროზად განუცხადა ქეთევანს. ეუწყოს მამა ბატონს სიტყვა ჩემი, უკანასკნელი. სამეფო ხმალი და გვირგვინ დროშა მაახლოს. დანარჩენი მერმე ითქვას. უმნებლობაც, შეუვალობაც, საუფლის წულოც, ფიც მტკიცობაც და პირ შეუშლელობაც. არა და სამეფო ნიშნებს მაინც მოვიპოვებ. არც აუფარავ, ძალა ჩვენს ხელთ არის, მერმე აღარც პირობები იქნება. ქეთევანის სასახლეში რომ ჩამობრუნდა, იგი უკვე მთლიანად გარემოცული დახვდა. გრემდიც ქიზიყელი მოლაშქრენი შემოსდგომოდნენ, ახალი ბატონის ბრძანებით ითომდა. ცხენქვეითნი არევით იდგნენ, მაგრამ ერთნაირად თავს იტეხდნენ და მაინც ვერ გაეგოთ. რა საშიში მტერი გაჩენილიყო ავადმყოფი კახთ ბატონის დიდ სასახლეში. ქეთევან ალექსანდრეს ბჭობა საოცრად მოკლე აღმოჩნდა. ძალო ჩემო, რას გვიპირებს შენი მეუღლე? დაუფარავად მითხარ. ძალადობას. და ქეთევანმა სიგელი გადასცა. ისევ ზოსიმემ წაუკითხა. ჩასრულებისას ალექსანდრემ ხელი უტაცა სიგელზე. დახევას წადდა, მაგრამ ძალა არ ეყო. ხბოს ტყავზე იყო ნაწერი სიგელი. მამუკა მიხმეთ. როგორც კი ახლა მდივანი გრაგნილი გადასცა. ამას დაასწვავ. სამარცხვინოთ ნუღარ დარჩება შთა მომავალთ. ახალს კი დასწერ. ალექსანდრე მანდერძი უკარნახა მდივანს. აუჩქარებლად, სიტყვა შეუშლელად უკარნახებდა. ქეთევანმა ინიშნა, რომ კახთ ბატონს ყველაფერი წინასწარ მომფიქრებული და გათვალისწინებული ჰქონდა. სრული ცნებით, გონიერებით, უფლებამოსილებით და ღვთისშეწევნით ეუწყოს. ესენება ჩვენი სრულიად კახთა, მამათა და დიდ თავადთა, დიდებულთა, მოურავთა, აზნაურთა და უაზნოთა მოქალაქეთა, თემთა და გვართა, ხანდაზმულობისა, სნეულებისა და დაშთენილ დღეთა სიმცირისა გამო უარსა ვყოფ ჩვენი სანებითა მეფობასა და კახთ ბატონობას. ტახტს ამემკვიდროდ უტოვებ ჩვენს თანამოსაყდრეს, უფლის წულ დავითს და შთა მომავალთა მისთა, წესის საებრ სამეფო კარის გარიგებისა. მაგრამ ალექსანდრეს არც ეგრეთ წოდებული მიუცილებლად აღსასრულებელი პირობები გამორჩენია. ქვეყნის გასარიგებლად მოურავთ წესის ურყევობა, დროშის პყრობელად კვლავინდებურად ეპისკოპოსთ შთენა, ძმის გიორგის საუფლის წულოზე ძეგამს დასმა, შინაუშფოთველობა, პყრობილთ გაშვება, რბეულთა და დევნილთ დაბრუნება შეწყნარება, დაღუპულთ სისხლის ფასის გაღება და სულ ბოლოს, როგორც თაობიდან თაობაზე გადასული, დიდ დასაფიცარი ქრისტეს რჯულისა და ქართველობის თავგამოდებით და გონიერებით დაცვა.
ანდერძი ქეთევან დედოფალს, ზოსიმე ბერდიც, ზაქარია ალავერდელს, დავით ჯანდიერს და მამუკამ დივანს და მოწმებინა და რძალს გადასცა. სარეცელზე შესწორდა და საბამზე ხელები მრავალგზის დაუსვა, თითქოს სააქაო საქმეები შეწმინდა. სამეფო ნიშნები მთავარანგელოს გადაასვენეთ და მეც მომასვენეთ და ისიც. ქეთევან დედოფალი მეორედ რომ ეწვია, ზედა სასახლეს და დავით ანდერძი გადასცა, სწორედ გრემის დედოზარის ხმაც ამოსწოდა ზედა სასახლეს. არც ამგლოვია რო იყო და არც სადღესასწაულო. რაღაც ახალი, ნარევი კილოს შეეთხზა ზართ ბატონს. ქვეყნის ბატონი იცვლებოდა. ის კი ძველებურად ბატონობდა სამრეკლოზე. დავითმა აღელვებულად სარკმელს მიაშურა და ინახა, რომ დიდი სასახლიდან მთავარანგელოზისაკენ არც თუ მოზრდილი ხატიონ დროშიონი ნელის ვლით ვიდოდა. უფრო მიხვდა ვიდრე გაარჩია. შემოსილი სამღვდელოება და მანდილოსნები იყვნენ. მერმე მოქალაქენიც შემოუერთდნენ. გაშლილი სამეფო დროშა რომ კარგად გაარკვია, დანარჩენიც ინიშნა. წინ ალავერდელს ხავერდის ბალიშზე უთუოდ კახეთის გვირგვინი და სამეფო ხმალ სკიპტრა მოჰქონდა. მაინც აარენდო თვალსა და გულს. მარამი ჩაგზავნა და ვიდრე დადასტურებული ამბავი არ ამოუტანეს, ვერც სიგელ ანდერძი წაიკითხა და ვერც ხმა გასცა ქეთევანს. მერმეკის შეფრფენვით წაუკითხავად ყველაფერზე და ეთანხმა. მთავარანგელოს საპატიო ყარაული ჩაგზავნა და სამეფო ნიშნებს მიუყენა. თავად კი აქვე ქეთევანისთან დასწრებით ცხეთაში წასვლა გადაწყვიტა. ცხეთიდან ვიწყებ უშფოთველობას. მივალ, იქ ვნახავ, მოვიყვან, ახმიანებდა ყურწ მიტეხილ აზრ გაურკვევს სიტყვებს და სულ მოულოდნელად ისევ მეუღლეს მიეტანა. ქეთევან ჩემო, აც უეჭველო დედოფალო, რას მირჩევ, რომ მივიდე, ფერხთით ჩაუვარდე მამას, არ შემინდობს, არ მიმიღებს, არ მაპატიებს. დავითს ისეთი ნირშეშლილი სახე და ალყიად ჩახრინწული ხმა ჰქონდა, რომ ქეთევანმა ხეირიანად ვეღარ გაარკვია. თვალთ მოგცობდა თუ გულწრფელად ნანობდა დავითი. მაინც გული მოეფოლხვა, მაინც მისი მეუღლე და თავსატეხი იყო. შეგინდობს, უეჭველად შეგინდობს, თუ კი გულწრფელად ამბობ. ქეთევანს ერთხელ კიდე წარმოეშვა შერიგების, საერთო დაშოშმინების და აწყუსისხლობის იმედი. გიორგი ძმურად მოიყვანე, სხვაც აღასრულე, რაც ანდერძად დაგიდო. და მოდი, უთუოდ მოდი, ჩემზე იყოს. ქეთევანი გულნაამები გაბრუნდა ქვევით. ისე გაბრუნდა თეიმურაზი არც კი უკითხავს. იგრძნო, შვილზედაც ეჭვიანობდა მამა და ვიდრე, ასე ვთქვათ, შფოთის ხანა არ გასრულებულიყო, აღარ შეუბორგა ეჭვის ბუდე. რძლის სიხარული ალექსანდრესაც გადაედო. მით უფრო, რომ მალევე დავითმა დიდი ალყა შემოხსნა ქვედა სასახლეს. მართალია, მისავლებში თავის გუშაგები დატოვა, მაგრამ ისინი აღარ უშლიდნენ მნახველების მიმოსვლას, ხოლო საღამოს პირას დილეგიდან გამოშვებული იასონ ჭავჭავაძე და შერმაზან სარდალი ეწვივნენ ალექსანდრეს. სხვა პატიმართა განთავისუფლებაც ამცნეს. დავითმა კი
მრგვალ დარბაზში თავისი საღვთო-ხუცესი ომანი დატოვა და თავად მცხეთას წავიდა. კმა ლაშქარიც გაიყოლა. ომანი გარეგნულად დინჯად და გამოჩინებით უხუცესობდა, მაგრამ გულნაკლულად იყო. საქმე ისე მაინც არ მიდიოდა, როგორც მას სცადა. მართალია, თითქმის მთელი ხელისუფლების სადავე მას ეპყრო. საღვთო-ხუცესობის გარდა დავით მამას მდივან ბეგობაც უბოძა, მაგრამ იგი გრძნობდა, რომ ეს მყარი არ იყო და ერისთავობის წყობა წოდების აღდგენის ფარულ სამზადისს შეუდგა. ალექსანდრე სანდერციგელი აინუნში ვერ მოსდიოდა და მამაშვილის დარიგების გზა არ ხიბლავდა. ყოველი დარიგება ჩემს ხარჯზე იქნება, ასკვნიდა იგი და თავის ეგრეთ წოდებულ ხარჯსაც ახალ ხერხებს უმატებდა. არც გიორგის მშვიდად დაბრუნებას სცადდა. აქაც ახალი საბაბი იყო საჭირო და ამ საბაბს ქვედა სასახლიდან მოელოდა. გაფაციცებით უთვალთვალებდა. სულ მალე მოეცა შემთხვევა. დავით ჯანდიერმა ქვედა სასახლიდან შემოუთვალა ფარული შიკრიკის მოტანილი ამბავი. განჯის ფაშა ქაიხოსრო ფარულ სტუმრად გამოსულიყო კახეთს და მტკვართან ელოდა ფარულ მესტუმრეს. ომანსე ამა ჯანდიერის ასეთი ცნობა, დაბასთან შეთანხმებით ბელქანთუში მცირე ამალით გაუგზავნა ფარულ სტუმარს. რამოდენიმე დღეში ამოვიდნენ სტუმრებიც. ქაიხოსროს ნათელაც ახლდა. ფაშა მესხ ათაბაგის სამოსში იყო გამოწყობილი. ფრიადად ჩვენოდა. გრემში მოსვლისთანავე ავადმყოფის ნახვა ისურვა. დიდ სასახლეში ეწვია და ალექსანდრეს თხოვნით იქვე დაარჩა. მაღლა სასახლეში არ წასულა. ახალბატონი იქ მაინც არ იყო. ალექსანდრემ ფრიადი ხარა მოულოდნელი სტუმრობა. ბევრული ცრემლით შეეპარა. მერმეკი შეხალისებით პირველ სუფრა თავის სარეცელთანვე გააშლებინა. თავადაც ისურვა მცირედი ძველი ღვინო. ჰერიჰა, ახლა კი გაფასდა ჩემი ხელობა. სირაჯობა უნდა დავიწყო. სასეწია მანასე დოსტაქარი და მადაზე მოსულ ალექსანდრეს ყოველ სასალუქო ლუკმას უზომავდა და ხშირ სადავოდ უხდიდა. ქაიხოსრო ბატონო, სიდედრს არ მოვსწრები ვარ და ახლა ამ ქრივობაში ამიხედე ესაო და პილპილიანიაო, ესაო და ნივრიანიაო, ეს ჩახოხბილი ხმრავალია, მწვადი მეტაცვრიანიაო, ღვინო მარახოშიო. მაშ ღოლს შეჭამაძე ხომ არ დავჯდები ნანადირებს მიჩვეული კაცი? ო, კარგი, დოსტაქარო, სიკვდილს კი გამომდაცე ხელიდანა და ახლა შიმშილით ნუღარ მომკლავ. ქეთევანმა და ნათელამ კი ცრემლი უხვად უბრკვიეს ურთიერთ გულსაკინძეში. მერმეკიგან მარტოვდნენ საქალებოში. ვეღარ დავდექი. ბატონიშვილის სიმწარე გავიგე, გულახდილად უყვებოდა ნათელა. დედამ კი მამას უთხრა, ეს საავაშკაცო საქმეა. ახლა შენ წადი და დაარიგე ძმებიო. მეცნება დამრთო. თუ გიორგი მტკვარზე იყო მოჭიხული და ჩვენთან გაღმანა თურქალში არ გამოვიდაო, ღირსი ყოფილა რომ იქით მიაკითხო. ქეთევას ეახელ რაც გირჩიოს, გაუგონეო, იბისი პირის შეშლა არ იქნებაო. ალაზანი კი მაინც მღრიეთ დიოდა. დავით ახალბატონი ჯერ თელავს ავიდა. საქმე თავისებურად გაარიგა. ხალხ თავადნი თავის ერთგულებაზე დააფიცა
მერმე ქართლს გადავიდა. თავის ძმადნაფიც ქართლის მეფე გიორგის შეეყარა. მოითათბირეს. ერთად მიადგნენ მცხეთას, სვეტიცხოველის კარიბჭეში საეკლესიო სპა დახვდათ. მეფეთ მოახსენეს, რომ ნიკოლოზ კათოლიკოს პატრიარქის განკარგულებით მეფეთათვის მჭეხსნილია სვეტიცხოველი, ხოლო ლაშქრისათვის ჯერ არა, ვიდრე ძმათა შუღლი არ დარიგდება. მეფენი გარეთ დაბანაკდნენ და შუამავლობა გაიმართა. ნიკოლოზ პატრიარქმა მეფეთ არ დაანება გიორგის ნახვა, ვიდრე შუღლის ყოველი წვრილ ნამდვილი არ გაირკვა და დარიგების სრული სახე არ მოდგა. ხშირი შიკრიკობა გაიმართა მცხეთა გრემს შორის. ბოლოს კათოლიკოსმა თავად იწვია მოდავენი და თავის სადგომში მრგვალი მაგიდის ირგვლივ დასხა. მერ მორჩილები დაითხოვა, კარი გამოიკეტა და მაგიდაზე ალექსანდრეს ანდერციგელი დაადებინა დავითს. ზე ჯვარს ეფისკვერი დაადო და თავადაც საპატრიარქო საკარცხულში ჩაჯდა. ძმები თავჩაქინდრულნი ისხდნენ, ურთიერთს არ უმზერდნენ. გიორგი ქართლის მეფე უფრო თამამად იყო და აშკარა დავითის მხარე ეჭირა. გარდა იმისა, რომ თქვენ ჩემი სამწყსონი და საკურთხნი ხართ, თითოეულ თქვენთაგანს მე ბიძად ვეკუთვნი, მამის ძმად თუ დედის ძმად. სულ წყნარად, სადღაც სენაკის თაღებში შერბილებული ხმით წამოიწყო ნიკოლოზ ბერმცირემ. ახლა ესეც მოგეხსენებათ, რომ ოდესმე ერისკაცობაში მეცმედო ძმათა შუღლის წოდვა. უგნურნი ვიყავით. დავისაჯენით, ой, ვითვნანობთ. წოდვები მოვინანიეთ, ვძლიეთ გულ ზვავობას, სამშობლოსა და ერის კეთილდღეობას დაუდეთ ჩვენი გული და მარჯვენა. სვიმონისა და ალექსანდრეს დიდი ღვაწლიც მოგეხსენებათ. თქვენ უკვე ბედნიერ კვარში იშვით და რას ჩადიხართ? კითხვაზე გაუწყდა მოთმინება კათოლიკოს. ფაფუკი მუშტი დაჰკრა მაგიდას. ისეთი სიმწრით დაჰკრა, რომ ჯვარს ეფისკვერი შეხტა მაგიდაზე. ნუ თუ ძმათა გატანაც აღარ არის საქართველოში. ნუ თუ ფიციც აღარაფერს ნიშნავს. სამივეს მოსდგა. მათი მეფე ბატონიშვილობა არაფრად ჩააგდო. ქართლის ახალგაზრდა მეფეს ნაწყენობა შეატყო და უფრო შეემართა რისხვა. არც სიმართლე მოგწონს. ძმათა დარიგების ნაცვლად კერძობ და ჩაგრულს ჩაგრავ. მაგრამ არ ჩვენი სეხნა გახლავთ მართალი. ახლა გიორგი ბატონიშვილს მოსდგა და თავი მხრებში ჩაუძვრინა. იმდენი ძმობა ვერ უჩვენა ძმას, რომ ეჭვი გაუჩინა. სხვათა ბოროტთა წაქეზებაზეც ყური უპყრო. მაგრამ ყველაზე უფრო, რა თქმა უნდა, დავითს მოხვდა. სრუმა ფიცარო და გაფარჩხულ თითებზე ნიშანდობლივ ჩამოუთვალა. თბილის ფიცი, ალავერც ფიცი, ახლა მცხეთას. ტახტს არავინ გადავება და მაინც მტაცებლობ. მამას სიკვდილს არაცლი და ძმას კი სიცოცხლეს. რა ჭოეთი გჭირს? ჭოეთის ხსენებაზე სულ ჩაიგუდა დავითი. მას სახეზე ხელები აეფარებინა და გულწრფელად განიცდიდა მხილებას. ნიკოლოზ ბერმცირემ კი ისევე უეცრად მოისხლიტა, სიფიცხებით მოიკიდა. უნებურად ტანის ჯაჭვზე გაიკრა ხელი, აჩხრიალა და თავად კი დააცხრა. თავი მოიმდაბლა.
შტაშტ თუნგი აიღო და სამივეს თავად დააბანინა ხელები. ერთ პირს სახოცე შეახოცინა. რაღა გაეწყობა. შეწყნარებით დაუყავა შერისხულთ. შფოთის ხელები განიბანეთ. მერე სამივეს ხელის გულებზე ჯვარსახვით მირონი დასცხო. ცხეთის მირონია. სრულიად საქართველოს სამირონოსი. აბა, ურთიერთს ჩამოართვით. უღალატობის მარჯვენად ვრაცხავ. მერმეანდერთ სიგელი ორივე გიორგის დაამოწმებინა. თავადაც დაამოწმა. ყველა ჯვარზე დააფიცა და სეფისკვერი სამად გაუღო. ახლა სულ ღია დავთქვათ. ვინმეს თუ დაგჩათ ეჭვის ნატამალი, გული ხომ არაფერზე გეთანაღრებათ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიყოთ გულს სარკეთ. ისეთი ჩავწდომი კილოთი თქვა, რომ დავითი ზეწა მოაგდო. აღარაფერი. წავალ და მამასაც ფერხთით ჩაუვარდები. ძმაო, წავიდეთ. გიორგიმ უფრო დინჯად გაზომა საქმე. იგი მეტად აღელვებული იყო. მაგრამ თავის ბიძას, ისევე როგორც ბიძის მასწავლებელს ზოსიმე ბერდიც, სიწმინდესა და სიბრძნესთან ერთად ცხოვრებისეული საქმეებისაგან განკრძალვა მოწყვეტასა და ჭარბ მეოცნებეობასაც უგრძნობდა. მამაო, შემინდე. აი, დავითი ახლა გულწრფელია და უშუალო. იგი ყოველთვის ასეთია. მაგრამ ხვალ შესაძლოა ისევე გულწრფელად სხვას დაუჯეროს და გიორგიმ ხმა მოიკვეთა. თქვი? ბოლომდე თქვი, უბრძანა კათოლიკოსმა. ზეგ შესაძლოა მუხლებში ჩამივარდეს და პატიება მთხოვოს. ხვალ კი თავი მომკვეთოს. ან ჭოეთის იქით გადამახედოს. ასეთია და რა ქვას ვახალო თავი. დავითი დუმდა. იგი ახლაც გულწრფელად გრძნობდა, რომ ძმა მართალი იყო. მაშ არ წახვევი გრემს? თუ მენდობი, ჩემთან წამოდი თბილის. დინჯად ჩაერია ქართლელი. რა ვქნა, რომ მეც მინდა მამის ნახვა და თუ არავინ მიწყენთ, ქეთევან დედოფალი ვიხმოთ და გულ მშვიდად წავყვებით მასაც. ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, რა მფარველი ანგელოზი ჩამოგდგომია ოჯახში. შინაგანი აღფრთოვანებით დასძინა ბერმცირემ. დავითს არც კითხა, შიკრიკი აფრინა გრემს და ქეთევან დედოფალი ცხეთაში იხმო. გრემში კი შემსუბუქდა ჰაერი. კახთ ბატონყოფილის ჯანმრთელობა დღითი დღე უმჯობესდებოდა. სისხლის გამოშვებას კარგა ხანი აუტია მანას ედოსტაქარმა. ახლა შერჩეულ კვებასა და მძიმე ფიქრების განქარვებას აქცევდა ყურადღებას. ხანდახანაც ზურგზე კოტოშებს აყრიდა ხოლმე. წელის ტკივილსა და ჩაბებრებულ ხველებას ებრძოდა. ლოგინში წამოჯდომის და ნარჭადრაკის თამაშის ნება დართო. ხოლო ხანგრძლივი ლოცვა და სახარება დაბადების კითხვანი ფრიად მოუფარგლა. თვით ზოსიმე ბერდიცაც შეჰბედა და ხშირი ახსარება ზიარებანი და საიქიო ცხოვრებისათვის სათნო სამზადისი აუკრძალა. ცხოვრებისაკენ იბრუნა პირი და ახლა მის ფიქრებს განქარვება სჭირდება და არა ჩაღრმავებული ქენჯნა და მარადიული ნეტარების სამზადისი.
ამის შემდგომ ზოსიმეც ერიდებოდა. იშვიათად დაახანებდა ჯდომას. ალექსანდრეს კი ახალი ნუგეშ სტუმარი აღმოაჩნდა. ქაიხოსრო ფაშა შესანიშნავი მოსაუბრე და მოჭადრაკე იყო. კბილადაც შეეთვისნენ ერთ-ერთს. ქეთევანიდან ათელა ხშირად ეახლებოდნენ ხოლმე მოხუცთ და მათ საუბრებში ოჯახური ნიშანდობლივობა და სითბო შექონდათ. ქაიხოსრო ფაშა სულ აღარ ასულა ზედა სასახლეში. აქ, ალექსანდრესთან, ელოდა დავითსა და თავის სასიძოს. მისი უშუალო ჩარევა აღარ ჩანდა საჭირო. ცხეთიდან ხშირ შიკრიკი მოდიოდა. სანუგეშო ცნობა მოჰქონდა. ალექსანდრეს ნიკოლოს კათოლიკოსის დიდი იმედი ჰქონდა. იგი თუ ჩაერია საქმეში, გაჯიქებულ ძმებსაც მოარჯულებს. შეჯაჭვული გახლავს. ზოსიმე ჩემო. მათი საქმე აღარ მადარდებს. საიმედო ადგილზეა და მკაცრ მართალ ხელში. მალე სრული დარიგების ამბავიც მოვიდა. ქეთევანიც იხმეს მცხეთაში. ქაიხოსრო ფაშას სასწრაფო საქმე გამოაჩნდა და მოკლე ხნით შემახიას წავიდა. ალექსანდრე მსენის თავბრუ შვილებისა და სამეფოს დარდი რომ შეინელა, მოშორებულად ჩათვალა და ახლა ისევ თავის ძირას საფიქრალს მიუბრუნდა. როდესაც ფეხიც აიდგა და ოთახში სიარულის საშუალება მოეცა, ხშირად შედგებოდა სარკმელთან და გრემის გზას დამთავარ ანგელოზს უჭვრეტდა. ინანა და ინატრა ზედა სასახლე. იქიდან უფრო ლამაზი და საოცნებო ჩანდა კახეთი. ყოველდღიური ცხოვრებაც შორეთის საამო ნავლში იყო გაცრილი. აქედან კი ცხოვრებას უშუალოდ უჭვრეტდა მობრუნებული ავადმყოფი. აქ ნავლი აღარ ქონდა სამზერს. ქვედა სასახლეს უფრო ცხოვრებისეული სარკმელი ედგა. აქედან დანახულ გზაზე და რიყეზე ახლაც ვიდოდნენ ქარავნები. ზოგი ტვირთით იყო, ზოგს ეკიდა ცარიელი ხურჯინები და დომრები. ცხენოსნები მოაჭენებდნენ ნასუქალ ბედაურებს, მაგრამ ჯაგლაგებსაც წყევლა კრულვით მოალასლასებდნენ ღარიბები. ჯოგნახირიც ჩამოივლიდა. მეღორეები და მეხბორეები დარბოდნენ ხიჟინით. რუმბ დადებული ურმები ჩაევლიდნენ რიყის კარისაკენ. ქეთხუდ ვაჭრები ყაყანით მიიჩქაროდნენ გრემის ბაზრობაზე. 60 მოძველებული გლეხები ჩაატარებდნენ კოჭლაგუთანს. გულისყურს წაიღებდა ღირღიტას ჭრიალი. მთავარ ანგელოზის კარზე გაკითხვას ითხოვდნენ ხეიბრები. ერთხელ კუბოც კი შენიშნა. სასაფლაოზე მიასვენებდნენ ვიღაც აღარ მობრუნებულს. ცხოვრება თავისთვის ვიდოდა. ყველაფერს თავისი სახე ჰქონდა. თავისი ხმაც, თავისი მადლიც და ჭუჭყიც. და რაც მთავარია, თავისი ადგილიც. მხოლოდ იგი, კახთ ბატონ ყოფილი, სიკვდილის სარეცელზე უკვე ნაწოლი, ცხოვრების ანგარიშ მოთავებული, ახლა ისევ წინა უკმოდ ცხოვრებისკენ მობრუნებული. მერმე როგორ დაახლილი, გაცუდებული ნებით, მოსუსტებული მუხლებით, დამძიმებული ხერხემლით, მანკიანი გულით. მაგრამ ძველებურზე უფრო გამჭრიახი, დაბძენებული გონებით, სიკვდილ სიცოცხლის მიჯნაზე ორი მხრივ მოჩხრეკილი სიბრძნით. უბრუნდება იგი იმ ცხოვრებას, სადაც მას აღარ აქვს ადგილი. არსებითად გალია, მოითავა თავის წუთი სოფელი. აიტანა, დათესა თავისი კვალი და ახლა უკუღმა ხომ არ მოყვება ფარცხვას. სადღაც აქ გრძნობდა თავის უარყოფის,
განყენების დიდი სიბრძნის ახალ საფუძველს. შუადღისას ზოსიმე მოეწვია. აღარ გავუშვა. მოძღვარო. აბა ერთი ეს წამიკითხე. თაროს მისწვდა. გრაგნილი გადმოიღო, სული გადაუბერა. თითქოს საუკუნეთა მტვერი გააცალა და ბერდიც გადასცა. ზოსიმე შესანიშნავი მკითხველი იყო, ხოლო დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი კი მისი საყვარელი ნიადაგ საკითხავი, არაერთ გზის განხილული და მოწაფეთათვის ნათარგმანები. ალექსანდრე მუტია ცხოვრებისეულ სარკმელს და გულისხმიერად მიუყურა და მოძღვართ-მოძღვრის დინჯ განცდილ კითხვას. ნამეფარი მთელი არსებით ეჟღერებოდა თავისი დიდი წინაპრის გალობასა და სინანულს. მან არ იცოდა რა კერძო მიზეზით თუ ცხოვრების რომელ ხანაში აღმოხდა აღმაშენებელს გალობანი, მაგრამ ხანდაზმული სიბრძნის ნაყოფი რომ იყო, ამას თავისი ბებრული გულით გრძნობდა. არა, ეს მხოლოდ სარწმუნოებრივ აღტყინებად როდი გამოესმოდა მას, არამედ უნებლიე ცოდვათა და ცდომილობათა შეგნებად, ხელისუფლების ვერაცდენილ მსჯავრებათა ღრმად განცდილ მონანიებად, ბოლოს მარტოობას ნაგრძნობი დიდი სულის საოცარ წახილად. ყოველი მიდრკების და ენაი ყოველი შენ სახმობს ახსარებასა, ხათსათვის სამამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერი სამყოფობისად დამაწესე შენებრ. ბუნებითნი რა იძალნი, არასჯული საებრვი ხუმიან მსგავსებისაგან დავაკლდი და დავпаდე ბოროტი. ეს მოდა სულგანაბულ ალექსანდრეს და თითქოს თავად გალობდა წინაპართან ერთად და თავის დაბადებულ ბოროტებად აჩრდილები ბნელ ფარფატა ფეფლებით უვლიდნენ გონების სირგულივ. და ეს მოდა ალექსანდრეს. მეფობის აიცა შარავან დედნი მარწმუნებენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონებად მივყიდე თავი. სოლომონის აისა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი სხვათა სოფლის კიდეთა ვეძიებდი და საპყრობელად. ესენი ვსწოდე. სწოდა, მრავალი სწოდა მანაც, ბევრი სიკეთეც აჰყო, ბევრი იბრძოლა, იღვაწა, იჩალიჩა, ზოგი რაინდულა და გულღიად, ზოგიც ვერაგულა და ქვედაბუნარდ. არც ადგაურდებია თავი, არც შავმადური საქმისათვის, არც ხელკეთილობაში ყოფილა ძუნწი. ბევრი რამ თქვა სიტყვით თუ საქმით. ზოგი ალბათ ავად, ზოგი კი უეჭველად კარგად. და ახლა ყველაფერი მიჩიხა. ჩათავდა. სიკვდილმა ბევრი თანამებრძოლი და მახლობელი გამოსტაცა. ულოდნელად მასაც მოსდო ხელი, სამარის კარზე მიაგდო, ყველაფერი გასრულებული იყო. ახლა ისევ დგას შეფოლქვებულ მუხლებზე და გაძვალტყავებული ხელებით პირჯვარს იწერს. გულის ყურით კი ესმის, სულ ესმის. ნუ მოიხსენებ ძვირთა ჩემთა და ნუ დამსჯი მე გვესკნელთა თანა, რამე თუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაი. ესმის, სულ ესმის კახთ ბატონყოფილს წინაპრის გალობანის სინანულისანი, ვით თავისი ცხოვრების ძირითადი ჰანგი. ჟამირა იწუხილთა და ავთა აღმოფშვინვათა იწარმოდგეს, ზარი მეფობისა იწარხდეს და დიდებაი დააშრტეს, შვებანი უკ მიქმნენ, ყვავილოვნებაი დაჭნეს, სხვა მან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგენ სპანი. მაშინ შემიწყალებ საჯულო ჩემო. კარგა ხანია ბერდიდის ხმას ალექსანდრეც აჰყვა.
ხმამაღლა იმეორებს ნათქვამს, სხვის ნაგალობებს მის ცხოვრებაში და განცდაში გამეორებულს. და მექეთ და დრეკილი წარმოგიდგე განკითხვად. აშინ შემიწყალე, იესო ჩემო. და როგორც გაგრძელება, ახლა თავისი ხმით აღაღადდა კახთბატონ ყოფილი. საუკუნო ნეტარება არ მაღირსე უფალო, სააქაოსაკენ მობრუნება კი გვიანაც არის. შეუძლებელიც და გონებ, არავისთვის აღარც სასურველიც. სადღა არის ჩემი ადგილი, სააქაო საქმეები გამისრულებია, მამულს ახალი ბატონი ჰყავს, ჩემი ჭირის უფლობა აღარავის აღარა სჭირია. გონებ, დროა ჩემს თავსა და სულზე ვიფიქრო, აღარ მწად სასახლეში ყოფნა, აქ არა თუ ზედმეტი ვარ. შესაძლოა ხელი შემშლელიც. სხვა თაობა მოვიდა, ჩვენივე აღზრდილი, ზოგი კარგად და ზოგი ცუდად. ახლა მათაც ვაცალოთ. თავისი დრო და ადგილი აქვთ, თავისი მიზნები და მისწრაფებანი, თავისი აუცილებელი და აუცდენელი შეცდომანი, თავსატეხი გზით მისაღწევის სიბრძნე. ალბათ თავისი ახალ თაობური ზნეობაც გააჩნიათ, ან არ გააჩნიათ. ესეც ნიშანდობლივი და ანგარიშგასაწევია. ჩემი შემობრუნება ახლა აღარ იქნება მართებული ვით ალაზანში ჩავლილი წყლის უკუსვლა. მეც შემიმძიმდა ამა ქვეყნის ამაოება. განმარტოვება მომწყურდა და მაშვრალსა. ალექსანდრიაში ლოგინზე ჩამოჯდა. ხალათი მოიხალვათა, თუ შურად მოჩიტული ფოსტლებიც აიყარა, ფეხში შველა მივიდა ხატთან. ხალს რომ გადაცდა, იატაკის სიგრილემში აჭირჟოლა. აწმყოს კრცნობა მოუბრუნა. გადაცების ფრთა შეუკვეცა. ხატს უკან ხელი გადაჰყო, ციცქნა ჯვარი ამოიღო. ზოსიმე, გახსოვს? ბერმა იცნო ჯვარი, ოდესმე თორღვას ციხიდან მტრედის მიერ გამარჯვების ნიშნად მოტანილი. ისიც გახსოვს, ბორბალოს ქვაფში რომ წახვედით შენ და ხოსრო. ნიკოლოს კათოლიკოსი. სამჯერ გაასწორა თავისი ძმის ცვალებადი სახელი. ორივე წახვედით და მე დამტოვეთ. ახლა კი რიგიც მოვიდა. აქედან ამ მტრედის ჯვრის მეც არც რას წავიღებ. არც მეფური ბისონი მინდა, არც წითელი ნატის წახები, ჯვალოს ბერული ჩოხა და გლეხური ქალამნები. ბერად აღმკვეთსე და იდუმლად ბორბალოს შემაყენე. ყველა კახური მდინარის სათავე იქ არის. ცოტა ხანს ჩემთან დარჩი. მერმე კი როგორც გენებოს. ზოსიმე მიეახლა ოდესმე თავის გაზრდილს და ახლა თითქმის თანატოლ მოხუცს. გადაეხვია და ძმური ჩურჩულით სამგზის ამბორი უყო. იყავნება შენი ძმაო და ძმაო, ღვთისმშთაგონებული სურვილია, დროზე დროული და მართებულზე მართებული. ოხონდა რა ვჩქარდეთ. იქნებ გიორგი ბატონიშვილის მოbrunებას მაინც დაველოდოთ. ზოსიმე მიიცოდა ალექსანდრეს გულის სუსტი ადგილი. მაინც ცდიდა ბერად შედგომის მსურველს. არა, უმჯობესია მანამდე. დავითი ეჭვიანობს. მგონებ მეც მაქვს გულ მიკერძოების დანაშაული. ჩემი აქ ყოფნა მრავალ სხვა უხერხულობას და შფოთის საბაბს შეუქმნის ახალ ბატონს.
კიდევ დიდხანს იბაას ეს მოხუცებმა. ყოველ მხრივ გასინჯეს საქმე და კვირის სწორს, როდესაც მცხეთიდან ქეთევანის შიკრიკი მოვიდა და ძმათა სრული თანხმობის ამბავი მოიტანა, ალექსანდრეს გულზე სულ მოეშვა და უკვე მომტკიცებული ფეხი დაჰკრა თავის კარის ხუდეს. დროა ახლა კი დაჰკრა ჟამმა. ისევ ზოსიმე იხმო. მერმედავი ჯანდიერს დაუძახეს და ყველაფერი აუწყეს. იგი თავიდანვე მიმხვდარი იყო. თავი ჩაქინდრა და ეზღას შეხახადა. მე რაღაც მივირებთ. მე რაღაც. შენ ჯერ აქ ახარ საჭირო. დავითს და კახეთს ემსახურე უწინდებური ერთგულები და გამჭრიახობით. შენ ყველაფერი იცი, ყველა საიდუმლო. უშენობა არ იქნების. ახლა კი მეც გამიწიე ბოლოს ამსახური ზოსიმე გეტყვის. უბრალო სამოსი და იგარეთ ურემი. თუ გამიჭირდა, ვეც წამოვწვევი. ცხენზე შემჯდომი კი მე მეტი აღარა ვარ. ხვალღამ მივდივართ. მეორე დღეს ალექსანდრე მთელი სასახლე შემოიარა. ყოველი მისი კუთხე და კუნჭული მოინახულა. მარიამ დედის გამოკეტილ სადგომშიაც დაჰყო ხანი. ყველგან გულისა და საქმის ნაწილი რჩებოდა. მისთვის აქ ყოველი ნივთი, რაიმე ამბავში იყო გულგადგმული, ნომხოლოდ ალექსანდრესთვის ცნობილი დუმალ ენაზე ამეტყველებული. ეზოშიც ჩავიდა. ყველა სამოხელო და საჯინიბო მოინახულა. თავის საბრძოლო ცხენს ფაფარზე ხელი რომ გადაუსვა, ყველა გადახდილი ბრძოლის ყიჟინა ერთბაშად შეუხმიანდა გულში და სმენაში. თვალები დახუჭა, შაქარიასე ბრმად მიაჩეჩა ბედაურს და ხელის გულზე მისი მკვრივი და თბილ ხავერ და დრუნჩის მაცუნი იგრძნო. შუბლზე აკოცა ბრძოლის მეგობარს და ხელი რომ მოსწყვიტა, თითებში ჩატეხილი ხმლის გრძნობა შერჩა. თავს მიეძალა და მსწრაფლგან შორდა. ერთხელ კიდე განევარდების სურვილმა დააფრთხო. ამის შემდგომ სატახტოში და თოფხანაში შესვლას დაერიდა. ახლა მესაწოლენი და შინამსახურნი დაასაჩუქრა. საღამოს პირას კი ისევ ჯანდიერი იხმო. თავისი მშვიდობის სიგელი გადასცა. დავით კახთ ბატონს მიართმევ. ჯანდიერი დუმდა. არა, კი არ გაუგზავნი, აქ მიართმევ მობრძანებისას. მანამდე კი ჩვენს ასვლას ნურვინ გაიგებს. შენი იმედი მაქვს, როგორც უწი. ასი ხმალი. იდუმალი სავალის სახილ სიტყვა მოიგონა კახთ ბატონ ყოფილმა. ჯანდიერი ისევ დუმდა. ალექსანდრე ერთიც შეაცქერ დამჭმუნვარეს. ანაზად შემოპარული ცრემლი თვალის კილოში მიჩქმალა, დაჯვალოს ჩოხა, თავად მოირგო ტანზე. შარვლის ტოტები ყელმაღალა წინდებში ჩაიკეცა და ჩახსაკრავის ჩასკვნით დაიმაგრა. ჯანდიერმა ინიშნა, რომ ყველაფერი გათავებული იყო. ისევე მდუმარად მოეხმარა. კოპებიანი ქალამნები ჩაიცვა და თასმები ამოუყარა. მან იცოდა, რომ ესეც კიდევ ზოსიმეს ჩალიჩი იყო. თორემ ბატონყოფილს საეპიტიმიოდ სულ ფეხში შველა უნდოდა გასვლა სასახლიდან. გზაურებმა ნაბდები მოიგდეს, სახე შეიბურეს, პერული არგნები აიღეს, ჯანდიერს ანთებული სანთლები გამოართვეს, დარჩენილთა და წამსვლელთათვის ილოცეს. ჯანდიერი ძმურად გადაკოცნეს და
მეფის საწოლის უკან საიდუმლო სავალში გაუჩინარდნენ.